გოგიტა, ყველა ემზადება, ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენადაა შესაძლებელი, რომ თქვენი მოძრაობა თავისუფალი საქართველო ჩაერთოს საარჩევნო პროცესში? ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და ამ კითხვის დასმისთვის. საერთოდ პოლიტიკური პარტიისთვის და პოლიტიკური სუბიექტისთვის მთავარი ბრძოლის და მთავარი ფრონტის ხაზი გადის არჩევნებზე. ანუ ეხლა ჩვენ არა ვარ თქვა ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია, რომ ხელში თოფები ავიღოთ და ისევე ბრძოლოთ ერთმანეთს, ხო? ჩვენი საბრძოლო არეალი არის არჩევნები. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები. არჩევნებთან ერთად მიმულია საარჩევნო გარემო. გარემო ვერ გაუმჯობესდება, თუ ქვეყანაში იქნება ტერორი, თუ ქვეყანაში იქნება პოლიციური რეჟიმი, თუ ქვეყანაში იქნება ბიზნესზე ზეწოლა, თუ ქვეყანაში იქნება მედიის მიმართ ასე ვთქვათ, მტრული დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან. საარჩევნო გარემოს ვერ მივიღეთ. მაგრამ ვიმედოვნებ, მე მინდა გითხრათ და ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჩვენს გვაქვს, ჩვენ პოლიტიკურ პარტიას თავისუფალ საქართველოს, ჩვენი პროგრამა ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პარლამენტში 30000 უფრო მეტიც, უფრო სწორედ 47000 ხელმომწერით, თელავში ჩვენ კახეთის მასშტაბითაც და საქართველოს მასშტაბით ხელმოწერები შევაგროვეთ, შევიტანეთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. არ ვიცით, ჩვენ ახლა ველოდებით პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს და ამის შემდეგ მოუქცეს პასუხი. ანუ ერთმნიშვნელოვნად ვიძახ, ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ვემზადებით, რა თქმა უნდა. და უფრო მეტი სამუშაო არა ვთქვათ იმ PR-ში და ვთქვათ რაღაც PR-ული კამპანიებისთვის ხარჯავთ, არამედ იმისთვის, რაც მოგახსენეთ. პარლამენტში შევიტანეთ ვთქვათ ჩვენი ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ხვდებით, მათ პრობლემებს გადაჭრას ვცდილობთ და ვაღწევთ კიდეც რაღაც გარკვეულ სეგმენტებში. აი ეს არის ჩვენი ყოველდღიური და ასე ვთქვათ ყოველდღიური